პლანეტების კლასიფიკაცია ლუკაში ხდება სახლების მიხედვითაც. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ სამი ტიპის სახლები, ეს არის კუთხის სახლი, ეს არის პირველი სახლი, მეოთხე, მეშვიდე, მეათე არის მომდევნო სახლები, ეს არის მეორე, მეხუთე, მერვე, მე-11 და დაცემული სახლები, მესამე, მეექვსე, მეცხრე და მე-12. თუ პლანეტების უმრავლესობა დგას კუთხის სახლებში, ამ პლანეტებს შეგიძლიათ მიამატოთ კვანძები და ლილიტი, შეგიძლიათ არ მიამატოთ როგორც გინდათ. შესაბამისად, თუ დგანან უფრო მეტი პლანეტები კუთხის სახლებში, ეს ნიშნავს, რომ ეს ინკარნაცია ამ ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი, ანუ მნიშვნელოვანი წინსვლას უნდა მიაღწიოს ამ ადამიანმა ამ ინკარნაციაში. ეს იქნება სულიერი განვითარება, თუ იქნება წინსვლა ზოგადად, ანუ ნებისმიერ ვარიანტში ამ ინკარნაციაში ამ ადამიანმა რომელიმე მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯი წინ. შემდეგ სახლებში თუ დგანან მომდევნო სახლებში უფრო მეტი პლანეტები, ეს არის უფრო დაგროვებითი ტიპი, ესე ვთქვათ, ამ ადამიანისთვის თავარი არის სურვილი და შინაგანი ძალა, ანუ მისი მთელი ცხოვრება უფრო იქნება ესე უფრო აგროვებს ცოდნას, გამოცდილებას, თუნდაც ფინანსებს, ყველაფერს, ესე ვთქვათ, უფრო შეგროვებითი, ესეთი დაგროვებითი ტიპი არის, არ ვიცი სხვანაირად როგორ დავუძახო და ძირითადი აქცენტი მის ცხოვრებაში ხდება საკუთარ სურვილზე, ბევრი რამე უნდა გაიაზროს, ბევრი ესე ვთქვათ, გამოცდილება უნდა დააგროვოს და ესე ვთქვათ, შინაგანი მე უნდა აღზარდოს შიგნით, ანუ ესე ვთქვათ. თუ პლანეტების უმრავლესობა არის დაცემულ სახლებში. ეს არის მე-3, მე-6, მე-9, მე-12. ესეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო ამ ცხოვრებაში შინაგანად ვითარდება. ანუ მთავარი დანიშნულება, ესე ვთქვათ, მისი ამ ცხოვრებაში არის სულიერი განვითარება და ესეთ ადამიანს კარიერული წინსვლა, ზოგადად რაიმე სახის წინსვლა უჭირს ცხოვრებაში, მისი ცხოვრება ძალიან ისეთი არასტაბილური არის. იმიტომ რომ მთავარი აქცენტი ამ შემთხვევაში მოდის პრობლემებზე და ამ პრობლემების ზედაყრდნობით, ესე ვთქვათ, იცვლება ადამიანი და აქვს სულიერი წინსვლა. ჩვენ ვიცით, სულიერი წინსვლა, ესე ვთქვათ, ტანჯვის და ცუდი მოვლენების გარეშე არ ხდება ადამიანთან სამწუხაროდ, შესაბამისად საჭიროა ესეთი სირთულეები, რომ ადამიანმა რაღაცნაირად შეიცვალოს მიმართულება და წავიდეს სულიერი ზრდის მიმართულებით. იგივე ეხება დეკანატებსაც. ანუ აბსოლუტურად იგივე არის ინტერპრეტაცია, თუ კონკრეტული სახლის მიხედვით გავაკეთებთ, ესე ვთქვათ, კლასიფიკაციას, მაგალითად, თუ პლანეტები დგანან პირველ დეკანატში, ანუ ეს დეკანატი არის 10 გრადუსი, ანუ კონკრეტული ნიშნის 10 გრადუსში ან კონკრეტული სახლის პირველ 10 გრადუსზე. სახლის შემთხვევაში, რადგან თანაბარი არ არის ყოველთვის 30 გრადუსი არ არის სახლის, შესაბამისად შეგიძლია სახლი დაყოთ სამ ნაწილად. და ნიშნის შემთხვევაში ჩვეულებრივად ნიშნის პირველი 10 გრადუსი იქნება იგივე ინტერპრეტაცია, როგორც აქვთ კუთხის სახლებს, ნიშნის მომდევნო გრადუსი იქნება მომდევნო სახლები და ბოლო 10 გრადუსი იქნება დაცემული სახლების.